ხელოვნური ინტელექტი უკვე განათლების, პროფესიული განვითარებისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მიეცათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროექტი ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის დაასრულეს. ერთი თვის განმავლობაში თბილისსა და რუსთავში 14-დან 17 წლის ასაკის 80 მოზარდი თანამედროვე AI ინსტრუმენტებს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას სწავლობდა. პროექტის დასასრულს მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს. ახალგაზრდები აღნიშნავდნენ, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა მათ სწავლასა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ. მათი შეფასებით თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ წარმოვიდგინეთ ჩვენი პროექტები, რომლებიც ჩვენ თვითონ დავამზადეთ. ყავდა სტუმრები, რომლის წინაშე წავადგინეთ ეს პროექტები. იყო ძალიან საინტერესო, იყო ძალიან მრავალფეროვანი და მინდა რომ კიდევ მონაწილეობა მივიღო ამგვარ პროექტებში. პროექტის ორგანიზატორების თქმით, მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარება იყო, რომლებიც თანამედროვე ციფრულ გარემოში კონკურენტუნარიანობას გაზრდის და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. წარმატებით დასრულდა ჩვენი კიდევ ერთი პროექტი ციფრული განვითარების სივრცეები ახალგაზრდებისთვის. ღონისძიებაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, შეაჯამეს მიღებული ცოდნა. მონაწილეები იმყოფებოდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ფაბლები, გაცნობოდნენ მიმდინარე პროექტებს. შემაჯამებელ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრნენ. მთავრობის წევრებმა პროექტის მონაწილეებს მათივე დიზაინით შექმნილი სერტიფიკატები გადასცეს. პროექტის ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის მთავარი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ციფრული უნარების განვითარებაა, თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა და მათი სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა.